ადიქციური განსხვავებები არის, მაგრამ ნეპტუნი აქ აქტიური, ხო? აქ უკვე არის ილუზიები და გაქცევა რეალობისგან. როცა ვხედავთ დაზიანებულ ნეპტუნს, ასპექტირებულს ძალიან პირად პლანეტებთან და არის ადამიანი ან ნარკოტიკებზე დამოკიდებული, ან სასმელზე დამოკიდებული, გასაგები არის მიზეზი, ვთქვათ, რა არის აქ, ხო? გაქცევა რეალობისგან. მე ვერ ვხედავ ამ რეალობას, მე უხეშება და მე მინდა წავიდებ წარმოსახვით სამყაროში. სხვადასხვა ხშირად მარტო ნეპტუნზე არა, შეიძლება სტელიუმი იყოს თევზების ენერგიაში მაგალითად, ან იყოს სატურნის თევზებშიც კი ხშირად მინახავს ან მე-12 სახლში, როცა არ იყენებს ადამიანი სატურნ თევზებს, როგორც მაგალითად სულიერი განვითარება, როგორც შინაგანი ფსიქოლოგიური ჩაღრმავება, ის მიდის აი ამ ენერგიაში, როცა მე აი შინაგანად აი ვეძებ კაცრად სადღაც აი ამ წარმოსახვით ილუზორულ სამყაროში სადღაც იმ ჩემს ილუზიებს, ილუზორული მე შევქმნა მაგალითად, ხო? ანუ როცა არის თევზური ენერგია და ნეპტუნი, აქ ილუზორული წარმოსახვითი მე უნდა შევქმნა. თუ არის ურანული ადიქცია, აი ნარკოტიკებზე იყო დამოკიდებული, ხო? სერიოზულად. ხშირად აქ შემხვედრია მერკულური ენერგიით ურანი, ან ლილიტი მერკული, ან ურანული დაზიანები და ეს ყოფილა ზოგადად გაქცევა თვითდებოში და ცოტა თვით საბოტაჟსაც ვეძახით, რომ მე არ მინდა ნორმალური ცხოვრება, მე სოციუმში ნორმალური ცხოვრების წინააღმდეგი ვარ, სადღაცა თავისუფლებისკენ მივილტვი. შემთხვევაში ეს ქაოსი არის. და ნელ-ნელა ხვდებიან ხოლმე, რომ ამ ქაოსში კიდევ უფრო კარგავენ თავისუფლებას, ვიდრე მოიპოვებენ. ხო, მე არ ვატყობ ჩემთვის ნორმალურ ცხოვრებას, იმიტომ რომ პასუხისგებლობას გაურბივარ. ანუ ჩემთვის ნორმალური ცხოვრება რომ ვიმუშაო, ნორმალურ საზოგადოებაში შევიდე, ეს არის პასუხისგებლობებთან დაკავშირებული და მე სადღაც მეშინია ამ პასუხისგებლობის, უნდა ჩავერთო მთლიანად თვით საბოტაჟში, რომ არ მქონდეს ნორმალური ცხოვრება. ანუ საზოგადოებაში არ მქონდეს პასუხისგებლობები და როდესაც მე ადიქციაში ვარ, არავინ არ მთხოვს არაფერს, ხო? უკვე პირიქით იქით დამფოფინებენ, ან სადღაც უბრალოდ გავდივარ, ხო, ამ პასუხისგებლობებისგან. და ეს ასტროლოგიაში, ეს მეორედ სარგებელსაც ვეძახით ხოლმე ამას, ხო? ეს ძალიან კარგად ჩანს. მიზეზები, აი ნეპტუნთან ცოტა სხვანაირად არის. ნეპტუნთან ეს არის, რომ მე რეალობას ვერ ვხედავ. ჩემთვის ბუნებრივი მდგომარეობა არის, აი როცა არ ვჩანვა, როცა ვითქვიფები ბურუსში. ხშირად უკავშირდება რაღაც სევდას, რეალობის სევდას, რომ ამ რეალობაში მე რაღაც სადღაც ვერ დამინახეს.